პირველი სხეულისა დავიწყებ იმით, რომ პროტესტის 315 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი არის გადაკეტილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია აქ მყოფ ადამიანებს არ იცავს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა ირაკლი კობახიძე მათ ემუქრება, ჩვენ ხედავთ, რომ ადაპტირება მოახდინეს მოქალაქეებმა, მათ შემზღუდავი ლენტები თავად გააბეს აქ იმისთვის, რათა თავი დაიცვან ერთმანეთი და პროვოკაციები მაქსიმალურად განმუხტონ და აირიდონ თავიდან, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ დაახლოებით 4 პროვოკაცია მოეწყო ნახევარი საათის განმავლობაში ძალიან მცირე პერიოდში. ნათია თოხაძე არის ახლა ჩემთან ერთად თორნიკე თოშხუას მეგობარი და აქციების აქტიური მონაწილე. ნათია, საზოგადოებამ გვაჩვენა ამ 315 დღის განმავლობაში, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია ადაპტირდეს ყველა დაბრკოლებასთან და ეს არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. შეგვიფასა ეს ყოველივე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ. პროტესტმა არ დაკარგოს მუხტი, ეს უკვე ყველამ ნახეთ, გუშინდელი დღე ამის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ყველანი კვლავ ვართ ერთად, მობილიზებულები, მოვდივართ და ისე უწყვეტ რეჟიმში ვაპროტესტებთ იმ რეალობას, რაც გვაქვს ქვეყანაში, იმ ტოტალურ უსამართლობას, რომლის წინააღმდეგაც გამოვდივართ და ასე გავაგრძელებთ ყოველდღე უწყვეტად ისე მოვალთ და ისე ვიდგებით ქვეყნის სადარაჯოზე. კი ბატონო, მოქალაქეები აპირებენ, რომ იყვნენ ქვეყნის სადარაჯოზე და ნებისმიერ დაბრკოლებას ასე გაუმკლავდნენ. ახლა ვხედავ თამარ დადიანი ამ ხაზის მიმდებარედ დადის და იცავს, როგორც ვხედავ ლენტს. თამარ, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. რომ გითხრათ, თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ყოველდღიური მონაწილე იყავით ხოლმე, დღეს ვნახეთ განახლებული ფორმატი. ახლა ამ მომენტში გიწევთ ლენტის დაცვა. რისი ინდიკატორია და რისი დემონსტრირებაა, როდესაც მოქალაქეებს საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უწევთ ზრუნვა, მაშინ როდესაც პოლიცია ამას არ აკეთებს. მოკლედ ჩვენი მოსახლეობა უნდა მიხვდეს, რომ რეჟიმს პოლიცია არ აყავს. და აქედან გამომდინარე, ჩვენი აქციის ხალხი, ვინც თავისუფლებისთვის საერთოდ რო იბრძვის და ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს გამოსული მოსახლეობა ათასობით, ხო? აი ეს ხალხი აღმოჩნდა სრულიად დაუცველი რეჟიმისგან. და პოლიცია არის გამდგარი, კლავენ, ხოცავენ თუ რაღაცა არ ერევა და აქედან გამომდინარე, გუნდმა მოიფიქრა, რომ აი ესე ლენტით დავიცვა ჩვენი თავი, ანუ თავში შედის აქ მყარად ვდგევართ თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს შვილები. და ვითხოვთ უკვე ირაკლი კობახიძემ სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა. აუცილებლად არ შეიძლება 2 დღე ჩვენ ვისმენთ არაადეკვატურ განცხადებებს, დაჭერები, ორმაგი, სამაგი წლების მიჟით მუქარი და ეს მის პრეროგატივაში არ შედის და პირველი პირი ეგრეთ წოდებული თუ ამას იძახის, მისი მდგომარეობა არის ძალიან დამძიმებული 4 ოქტომბრის შემდეგ, რაც ჩაუვარდა არჩევნები, რაც დადგა ის სპექტაკლი და ჩვენ ყოველდღიურად ავდგებით და ლენტებითაც მეუბნებით. აქ დგას დამოუკიდებელი თავისუფალი ევროპული საქართველო. ფრთხილად, ჩვენ ვერ დაგვაჩოქებენ. ბრძოლა გრძელდება. გამოტენეს ციხეები პოლიტპატიმრებით და ბოლო მონაცემით უკვე 90-ზე ავედით და შეუძლებელია ჩვენს მონაპოვარს არ დავთმოთ. კობახიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე. 28 ნოემბერს მან თავის განცხადებით სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. ბოდიში მოგვიხადოს და სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ხედავთ, მოქალაქეები ბოდიშის მოხდასაც ითხოვენ ირაკლი კობახიძისგან, თუმცა ირაკლი კობახიძე ყოველდღე უფრო ხსნის და ხსნის საკუთარ რეკორდებს და ის აქციის მონაწილეებს დაემუქრა კიდეც იმით, რომ ვეღარ გადააკეტინებდა და აღარ გადააკეტინებდა გზას, თუმცა სხვა მოცემულობა დადგა რუსთაველის გამზირზე. მოკლედ, როდესაც პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს, მოქალაქეები თავად იცავენ ერთმანეთს. ახლა არის ასეთი სიტუაცია რუსთაველის გამზირზე, პროტესტის 315 დღეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მე კადრში გაჩვენებ, საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ახლა რუსთაველის გამზირზე, ასაც ხშირად უსვამ ხოლმე ხაზს, რადგან კობახიძე ამბობდა, რომ მხოლოდ ასეთი ადამიანი კეტავს გზას და ნამდვილად გაცილებით მეტი მოქალაქე აქ შეკრებილი, ისინი აპირებენ ასე ბრძოლას და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოხატავენ საკუთარ ურყევ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ევროპული სახელმწიფო, რასაც ვერავინ ვერ შეცვლის.